მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ, იმედია თავს კარგად გრძნობთ და შევუდგეთ ჩვენს მორი გაშლას ორ ვარიანტზე. რას მომიტანს ეს ურთიერთობა? თუ ვინმეს რაღაც ეჭვი გეპარებათ ადამიანში, ახალ დაწყებული ეს ურთიერთობა. ან და ძველი იყო, რაღაც მომენტში გაჩერდა და მე ისევ განახლო და არა აქვს მნიშვნელობა, ხო, თქვენ სიტუაციას მოარგეთ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ტაროს უყვარს კონკრეტიკა, მაგრამ საჯარო გაშლაში ყოველთვის რაღაცა ეს კოლექტიური ინფორმაცია მოდის, იმიტომ რომ ეხლა არ ჩართული ყველაფერი, ეხლა ვცხოვრობთ ესეთ გრანდიოზულ დროში, სადაც სასწაულები სრულდება. თუ ადრე ამ ყველაფერს წლები ჭირდებოდა, ეხლა ძალიან მალე მატერიალიზდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ენერგიაზეა პირველ რიგში დამოკიდებული, ჩვენს სიტუაციებზე, ცხოვრებაზე, ჩვენს მსოფლმხედველობაზე შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეცნობიერზე, მაგრამ ყველაფერი სრულდება. და იმისთვის, რომ ყველაფერი შეგვისრულდეს და კარგი შეგვისრულდეს, პირველ რიგში ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი რაღაც საქციელები, მანკიერება. პირველ რიგში უნდა გამოვიდეთ ნეგატიური ფიქრებიდან, უარყოფითი ემოციებიდან, სიძულვილიდან, გაბრაზებიდან, წყევლა, გინება ამ პერიოდში არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს უკან გვწევს რაღაცნაირად, ხო? ვიწევით უკან და ჩვენ სულს ეხლა ჩვენ უნდა რეზონანსში მოვდიოდეთ დედამიწის ენერგეტიკასთან. კიდევ ერთხელ ვიძახი, აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ თითქმის ყველა ვიდეოში ვსაუბრობ, როგორც ენერგოპრაქტიკოსი, როგორც ენერგოთერაპევტი, რომ და ფაქიზად რომ გრძნობ ამ ენერგიებს, რაც ხდება და რაც შემოდის და როგორც მოხდება საბოლოო ჯამში და არა მარტო მე, არამედ მეცნიერები ამას უკვე ადასტურებენ და ძალიან ბევრი ეზოთერიკოსები, ოღონდ ცნობილები და არა აქ ვიღაცა რო იბრალებენ ისეთები. ხო, მოკლედ მე ვსაუბრობ ეხლა მეცნიერთა მეტაფიზიკის, ესეთი ოფიციალური, ძლიერი დაწესებულება სკოლა, რაც გინდათ დაარქვით, ექსტრასენსთა მსოფლიო დონის, არა ქართული, არა ვთქვათ, რომელიღაცა ქვეყნის მიკერძოებული, არამედ მსოფლიო დონის და იქ არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ესეთი წარმომადგენლები. და ისინი ჭობენ, საუბრობენ, იკვლევენ და დებენ ოფიციალურად აი ამ უკვე დადასტურებულ ფაქტებს. აი, აქედან გესაუბრებით მე, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვინც მომიყვანა, მეტაფიზიკოსი, ძალიან დიდი ადამიანი, დიდი სული, მოვლენილი, ამ დროში ამბობდა, სანამო აი თომასავით, ხო, უწმუნო თომას რო ეძახენ, სანამ ხელს არ ჩავყოფო, მეცნიერების, ანუ ერთ-ერთი თვისება ეს არის. ექსპერიმენტი, ანუ რას ნიშნავს, სანამ ხელს არ ჩავყოფ, არ შევეხები, არ შევიგრძნებ, არ დავწმუნდები, მანამდე აი ესე, ხო, ხმამაღლა სიტყვას არ ვიტყვი, რომ ეს ასეა. მეცნიერების თვისება. რომ უნდა დარწმუნდნენ, ხელი ჩაყონ, ჩაიხედონ, სიღრმეში გამოიკვლიონ და შემდეგ უკვე დადონ ფაქტები. მართებულია ასე საუბარი, ფიქრი ყველაფერზე, ნეტა ასე მსჯელობდეს ყველა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მეც უერთდები მათ მოსაზრებას, სანამ ხელს არ ჩავყოფ, არ შევეხები, არ დავწმუნდები, სანამ ჩემ თავზე არ გამოვცდი იმას, ამას და ხო ძალიან ბევრი რჩევები მომიცია. რასაც ვაკეთებ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხო, ვიძლევი რჩევას.
თქვენთვისაც ამაღლება ჩვენი სულიერების, აუცილებლად დადებითი ემოციების გაშვება, მადლიერება, სიყვარული. ხა მე იმას, მეც როგორც თქვენ ვარ ადამიანი და ხორციელი homo sapiens, ასე ვთქვათ, ხო, ის ცხოველური ბუნება, დუალიზმი, ხო, მაქვს, ხო, მატერიალური, მიჭირდება ეს ფიზიკური რაღაც, ხო, საშუალებები, ყველას ჩვენთაგანს, მაგრამ საქმე რა შეიძლება, უნდა ვაბალანსოთ. ჯერ ერთი არ უნდა იყო ღორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ უნდა იყო ხარბი, აი ძალიან ბევრი ესეთი მანკერი თვისებები, რაღაცნაირად უნდა გადააბიჯო შენ თავს, რომ სხვანაირი გახდე, უკეთესი გახდე, იმიტომ რომ შენ უნდა აცნობიერებდე ერთ რამეს, რომ ამ დროში ეხლა, სადაც ხარ მოსული, ხო, ასე უნდოდა შემოქმედს, რომ მოგავლინე, მაგრამ შენ გარკვეული რაღაც პასუხისმგებლობებიც გეკისრება. შენი მისია გაქვს, ყველას ინდივიდუალურად, ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მთლიან კოლექტიურ სტრუქტურაში შენ ესე იგი გამოეყო და მარტო შენთვის გინდოდეს და არა მთლიანად დედამიწისთვის, შენი ქვეყნისთვის, შენი ერისთვის, გესმით, ხდება მომენტები დგება, როცა თუმცა მე, ხო, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი, არ ვერევი ვარ, ხელოვანი ვარ, ფსიქოლოგი ვარ, პარაფსიქოლოგი ვარ, ენერგოპრაქტიკოსი, თერაპევტი და ამ სფეროში ეზოთერიკოსი და ვარ ამ სფეროში დიდი ხანია, ხო? ამ პოლიტიკას და ესეთ რაღაცებს, არ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ არ მიმაჩნია ეს ჩემი მათ გადმოსახედად რაღაც, ხო? მაგრამ ზოგადად ხო უნდა იცოდე, არ ყვევდე ადამიანი კეთილს ბოროტისგან, კითხულობდე იმ ქვეტექსტებს რა უნდათ, ხო? ამიტომ როცა დგება მომენტი, შენი ქვეყნის მშვიდობა, შენი ქვეყნის ერთობა და ის რომ, ყოფნა არ ყოფნის საკითხი ჯვარგუწერია და იდგა ესეთი მომენტები, ხო, ჩვენს ქვეყანაში. მაშინ იძულებული ვარ რაღაცა ძალა მაღებინებს ხმას. იმიტომ კი არა, რომ ის ერთი მხარე მომწონს და მეორე არ მომწონს, ან ის მძულს და ეს არა. სიძულვილი საერთოდ არ შეიძლება არც ერთ მხარის, მაგრამ როცა სიტუაცია დგება ისეთ მომენტში, რომ შედიხარ, აი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს და ამას, საფრთხის წინაშეა და შეიძლება გააქრონ, იმ მომენტში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგ ამის უფლება და თან ალბათ ერთ-ერთი მისიაც ეს არის, რომ დავიცვა ის ქვეყანა, სადაც ვარ მოვლენილი, ხო? დავიცვა იმ საფრთხისგან, მოარული, შიდა, გარე მტრებისგან, ვისაც უნდა გაქრობა, ხო? ამას მე კი არა, მამაზეცერი არ დაუშვებს და ჩვენი აქამდე მოსული სისხლით, წინაპრებით და რა ვიცი, რა ჭირო არამე არ გადაუტანია ჩვენ ქვეყანას, რომ აქამდე მოსულიყო და ხა. არ არსებულია, რომ დემონურმა ძალამ საქართველოში დაამყაროს და დაამკვიდროს თავისი, ესე იგი, ძალაუფლება. ეს გამორიცხეთ საერთოდ და დემონური მხარე ძალიან კარგად ხედავთ თქვენს, თქვენ გულებში ჩაიყიდეთ, რომელი მხარეა. კიდევ ერთხელ ვიძახი, პოლიტიკა არ მაინტერესებს და არც ერთ მხარეს არ ვარ და იმასაც გავაკრიტიკებ, თუ საჭირო იქნება. მაგრამ იმ მომენტში, როცა საქართველო დგება ისეთ სიტუაციაში, რომ ყოფნა არ ყოფნის და საფრთხეა და გაქრობის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა და ჯერ კიდე მერყევი სიტუაციაა, მაგრამ მე ვიცი, რომ გავარღვევთ და საქართველო გაიმარჯვებს და აქ იქნება მშვიდობა. არ არსებულია სხვანაირად რომ ვიფიქროთ, იმიტომ რომ საქართველოს აქ თავისი მისია და ამას თქვენც ძალიან მალე დაინახავთ და დარწმუნდებით და ის რაღაც ნაკადი ცნობიერად თუ არა ცნობიერად განზრახ თუ აყოლილი იქ ვიღაცებს
გონზე მოვლენ და მე ამის მჯერა და მწამს. ეხლა გადავედით თქვენ აქტუალურ თემაზე, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ხო? ორ ვარიანტზე მექნება. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. რას გირჩევთ? კარტი. ინსტრუმენტი, სამყაროს ენა. ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, პირველი ვარიანტი. ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მეორე ვარიანტი. ღირს თუ არა ამ ადამიანთან ერთი წუთით ორაკულსაც დავამატებ რჩევის სახით. ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, რაც გეტყვით, სავსე მთვარის ორაკული. ვინ ჩაიფიქრა? პირველი ვარიანტი. ახალი დაწყებული გაქვთ, ახალი გაცნობილი გაყავთ, ან წარსულიდან მოსული არ აქვს მნიშვნელობა. ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის დაწყება, გაგრძელება. მეორე ვარიანტი. დავამატებ ასევე რუნებს. რას გირჩევთ? ჩვენი რუნები, უძველესი კოსმიური სისტემა. ეს არის კოსმოსიდან წამოსული უძველესი ცოდნა. რუნა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა. რას გირჩევთ რუნა? პირველი ვარიანტი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მეორე ვარიანტი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა. რუნებს კიდე ცალკე დიდი თემა, არ ვიცი, შეიძლება ჩავწერო. ეხლა იცით რა არის? ყველაფერი უკვე ინტერნეტში არის და რაღაცზე ვისაუბრო და ვილაპარაკო, ვისაც გაინტერესებთ, გაეცნობით, ხო, ზოგადად, საიდან და როგორ. მაგრამ თვითონ პრაქტიკული გამოყენება, რამხელა ძალა აქვს და რამხელა ენერგია აქვს. ეს იქნება პირველი ვარიანტი, ეს იქნება მეორე ვარიანტი. გაჩვენებთ ახლა ზემოდან, რომ ჩაიფიქროთ რუნებს, რამხელა დიდი ძალა აქვს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თქვენ უნდა ჩაიფიქროთ, აირჩიოთ, ან მოусმინოთ ორივეს. ყოველ შემთხვევაში პასუხს თქვენ თვითონ გაიგებთ. ნახეთ, ჩართეთ რა, ეს გული გონიერი. გული გონიერი რას ნიშნავს? მე 51 ფსალმში ხო არის, რომ ღმერთო მომეცი გული გონიერი. მარტო გონება რო ჩართო, ნახე სიბოროტეა. მარტო გულს რომ მიენდო, სიშლეგეა და ერთად უნდა რეზონირებდეს. როგორ ავხსნა, არ ვიცი. რომ რა თქმა უნდა, გულმა უნდა იგრძნოს და გონებამაც უნდა გიხელმძღვანელოს, გესმით? ერთად უნდა იყოს ჩართული. და ესე უნდა იხელმძღვანელოთ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერზე. და დავიწყე პირველი ვარიანტით, ვინც ჩაიფიქრა, გადავდოთ მეორე. პირველი ვარიანტი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა. ეხლა ეს ადამიანი თუ შემოიჭრა თქვენ ცხოვრებაში და მაჩვენებს კარტი, რომ შემოიჭრა, გრძნობით, რა თქმა უნდა, რაღაცა ფლირტი, რაღაცა, ამ ადამიანს თვითონ აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, ფლირტი მიმოწერა, მაგრამ რაღაც მომენტში თქვენ გაუგებრულ ესეთ სიტუაციაში ჩავარდით, რომ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდით, ფიქრობდით, მინდა ეს ადამიანი, არ მინდა, მაგრამ ეს ადამიანი აპირებს, პირველი ვინ ჩაიფიქრა, თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას. ამოდის, რომ ურთიერთობა გაგრძელდება საუბრის დონეზე, შეიძლება სოციალური ქსელებით, ახლა საჯარო გაშლაა და ყველაფერს დეტალურად ვერ ვნახავ, ხო? მაგრამ კარტებიდან გამომდინარე შემიძლია ამოვიკითხო. თვითონ შეხვედრა როგორც ასეთი არ ჩანს, აქ უფრო მიმოწერის ვარიანტი, შეიძლება ახალი დაწყებული. ნახეთ, ყოველ შემთხვევაში დააკვირდით. თვითონ მას სურს, იმიტომ რომ მოიხიბლა თქვენით, აქ ამოდის რუნა ეივაზი, რაც ნიშნავს, მოქმედებას. ნახეთ, ძალიან მიყვარს ეს რუნა, რატომ? იმიტომ რომ სამყაროებში მოგზაური რუნაა. თუ გინდა რომ სხვა სამყაროებში გადახვიდე, შენ უნდა წარმოიდგინე, რომ ხარ ცხენი. შენ ამ ბედაურზე, ასე ვთქვათ, ამ რუნა ევასზე ჯდები
და მიდიხარ, გადადიხარ, ანუ ასტრალურ სხვა სამყაროებში, სამოგზაუროდ და აქ ამ შემთხვევაში მოქმედების რუნა შეიძლება სხვა სამყაროდან კავშირი გაქვთ ამ ადამიანთან. ახლა კიდევ ერთხელ ვიწეხი, რომ ეს არის ცოტა ვრცელი სიტუაცია. ესე საჯაროდ ვარიანტები ბევრია და ბევრი მიყურებთ, ვერ გეტყვით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საგონებელში ჩაგაგდოთ, დაგაფიქრათ, მოსვენება დაგიკარგათ რაღაც სიტუაცია, იცოდეთ, რომ შეიძლება ეს ადამიანი თქვენ სხვა სამყაროდან, წინა ცხოვრებიდან, რაღაც მომენტიდან იყო, იმიტომ რომ აქ ამ ცხოვრებაში ისე არავინ არ მოდის. დაიმახსოვრეთ, ესეც ერთ-ერთი დოგმა და რჩევა მაინც აბა პირველი. კი. ანუ დადებითია კი სამყაროდან არის ადამიანი მოსული. უკვე ნახეთ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად განავრცობთ. დადებითი პასუხი მოდის, კი ბატონო. ნახეთ აბა, თუ ახალი დაწყებულია, გააგრძელეთ, თუ წარსული იყო, მიეცით აბა შანსი. და გადავედი მეორე ვარიანტზე. იმიტომ რომ სამყარომ დადებითი პასუხი მოგცათ. აბა ნახეთ აბა მეორე ვარიანტი. ის თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება მეორე ვარიანტი, რა დამძიმებულია რაჭირს. ანუ აქ ამ ადამიანს უჭირს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, იმიტომ რომ აქ თავისი პრობლემები ძალიან ბევრი, რომელიც ვერ მოაგვარა. ურთიერთობა არ არის ჯერ დამთავრებული, ამასაც კონკრეტულად მაჩვენებს. კი გრძელდება, მაგრამ ვაი ვაგლახით, რომ იტყვიან რაღაც წვირს მიათრევს ეს ადამიანი, თვითონ ამოვიდა გონება, ცივი გონებით, ხისტი გონებით ადამიანი მოქმედებს, ანუ გონება აქვს მარტო რა, ანუ გონივრულად გონება აქვს ჩართული. ახლა აქ გრძნობა არ იკითხება. ნუ შეიძლება არის გრძნობა, არის. უნდა უბრალოდ სტაბილური ცხოვრება, უნდა ოჯახი, უნდა აი ესეთი ფიქრები აქვს, მაგრამ ის რომ ახლა რომანტიკული ადამიანი და ყვავილები და ვაიმე და მიყარხარ და მომწონხარ და შენზე ვგიჟდები, ესეთი არ არის. ანუ ხო გესმით, ხასიათი ცივია, ხისტია და გაჩერება რუნა ისა, ანუ გაჩერებულია, რას ნიშნავს, რომ ცივია, აი თვითონ მისი ბუნება ასეთი, ნახეთ. და უჭირს ჯერჯერობით, იმიტომ რაღაც საქმეები აქვს. თუ გაჩერებულია, იცოდეთ, რომ რაღაც საქმეები, მაგრამ დამთავრებული არ არის. თუმცა უნდა სტაბილურობა. და აბა რჩევა მეორე ვარიანტისთვის. ღირს ამ ადამიანთან გაჩერება არის მაჩვენებენ. გაჩერება არის. ნუ როგორი სიტუაციაა, იცით, დიდი ტრანსფორმაცია მოხდება მასში ან თქვენში. დაელოდეთ კიდე, სამი პერიოდი ამოდის მოქმედება, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ მისი სიცივე ცოტა არ იყოს, მისი სიცივე, რაღაც მომენტში აი ესეთი როგორ გითხრათ, რა ქვია, ძალიან დეტალებს რო აკვირდება ადამიანი. სკრუპულოზული აზროვნება, ხო, რაღაც და პედანტურიც ცოტა არ იყოს. ეს გაფიქრებთ და აბა ორაკულს კითხოთ, მეორე ვარიანტი. ღირს ამ ადამიანთან გააგრძელოს ურთიერთობა. ნუ ჯერჯერობით ისე ხართ რა, არც ისე, არც ასე. არა. ანუ რაღაც მომენტში ინერვიულებთ, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს აქვს რაღაცა ცივი ადამიანია. ამას ანუ ცივი გონებით უნდა რომ შექმნას ეძებს პარტნიორს, სტაბილურად ყავდეს ალბათ პარტნიორი, რაღაც აი ესეთი ფიქრები აქვს. ისე რომ ეხლა გაგათბოთ და სიყვარულის მორევში აქ არ იკითხება. თუმცა შანსი არის უფრო ფულზე და სტაბილურ ცხოვრებაზე ფიქრობს, წვალობს, მუშაობს. ჯერჯერობით აქ ჩანს, რომ ურთიერთობა დამთავრებული არ არის, მაგრამ გაციება, აი ეს რუნა, რომელიც ამოდის, ხო? ისა, ეს არის ცივი, ანუ სტაგნაცია, გაჩერება. ნახე სიცხე რო გაქვს, ამ რუნას იხატავ.
არ დავამბობდი ალბათ, კაი, ვიტყვი. ამ რუნას იხატავ და სიცხე, ჩერდება, ვთქვათ, მაღალი სიცხე ვისაც აქვს, ხო? აი ესეთი დანიშნულებები აქვს ჩვენ სასწავლმოქმედ რუნებს, აი ესეთი ძალა აქვთ ჩვენს რუნებს. ხო, ყველას არ იღებს რუნათან, ნახე, რუნებთან უნდა კონტაქტში შეხვიდე, როგორც ტაროს კარტთან, ხა ბევრი მწერს მასწავლე რაღაცა, ჯერ ერთი პასუხისმგებლობაა. საიდუმლო ცოდნის გადაცემა სხვა ადამიანისთვის მე ესე მიმარჩნია, ეს არის პასუხისმგებლობა. მე უნდა ვიცოდე იმ ადამიანს რას რახვები აქვს. თუ ეხა იმ ადამიანს მარტო კომერციული იმისთვის უნდა რომ არიქა ბიზნესად გაიხადოს ეს სფერო, მე მაგალითად მას უარს ვეტყვი. რასაც ხედავთ კიდევაც უამრავი კარტის გამშლელები არიან და ხედავთ რომ კომერციულად აქვთ ეს სფერო გადაქცეული. და მე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ეს მაინც ამაში საიდუმლო დიდი, ასე ვთქვათ, სამყაროს გასაღებები იმალება, იმიტომ რომ ოკულტური ტარო მე რო ვისწავლე, ხო? 22 არკანი, ეს არის სამყაროს გასაღები. და ამ ოკულტური ტაროთი ხელმძღვანელობდნენ ძალიან დიდი მაშინდელი მხილველები და წინასწარმეტყველები, მაგალითად, ერთ-ერთი იყო ნოსტრადამუსი, რომელმაც ხო ვიცით რამდენი რამე წინასწარმეტყველა. ხელმძღვანელობდა ოკულტური ტაროთი, ტაროს არკანებით. იქ რა თქმა უნდა ნუმეროლოგიაც და ასტროლოგიაც რა თქმა უნდა აუცილებელია ამის ცოდნა, მაგრამ სხვანაირად ვერ განსჭვრიტავ. მარტო ეხა მე რომ იქ ინსტრუქციაში წავიკითხე, ეს იმას ნიშნავს, ეს ამას ნიშნავს, ეს არ არის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ტარო არის ესეთი ენერგია, ცოცხალი, ეგრეგორი, რომელსაც უნდა კონტაქტი. ასევე არის რუნები. რუნები კიდევ უფრო ძლიერია, აქ უფრო საბრძოლო მაგიაა, ნახე. ადამიანები, რომლებიც სულ ბრძოლა უწევდათ და ის ცივილიზაცია იყო ძალიან განვითარებული, მაგრამ სამწუხაროდ აი ესეთი სიტუაცია იყო რა და აი ესეთი მაგიური ძალა ეძლეოდათ. ეს არის დაცვის, ეს არის ბრძოლის და ასევე რა თქმა უნდა სასურველი რაც გინდა იმის მიღწევის. აი მაგალითად ენერგიის მომატებისთვის გადასარევია. ვისაც არ აკლია ენერგია და უნდა რუნა გარკვეული რუნები იხატება და აი როგორც მატორი ისე ქრთავს, გაძლევს ენერგიას. სხვათა შორის სურვილებსაც ასრულებს. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი, რუნებთანაც უნდა გქონდეს კავშირი, ურთიერთობა. როგორც რა თქმა უნდა ტაროს კარტთან, მათთან რომ იურთიერთო, ამისთვის უნდა გქონდეს გახსნილი რაღაც, ხო? ნიჭები და რა თქმა უნდა ხელდასხმული უნდა იყო რაღაც სიტუაციებში, გარკვეული უნდა იყო სამყაროს მექანიზმი, კანონები უნდა იცოდე, რომ ეს ცოდნა შემდეგ გადასცე და ეხლა ვიღაცა ცხვირ მოუხოცავი რომ მოგწერს, რომელსაც არა აქვს არც გამოცდილება, არც ცხოვრებისეული პრაქტიკა, ხო? ეხლა მე ასაკოვანს და იმას კი არ ვღებულობ, სიტყვაზე ვიძახი, მოხუცებულს, ხო? უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყო ადამიანი, რაღაცა ცხოვრების ეტაპი, რაღაცა უნდა გქონდეს გავლილი, რომ მე ვიცოდე შენი აზრი, რა გინდა, რატომ გინდა, ხო სწავლა. ესე არ არის. მე ყველას ვერ ვასწავლი, ვერც რუნებს, ვერც ტაროს. მიუხედავად იმისა, რომ მე გადმომცეს ეს ცოდნა, მაგრამ მეც მკითხეს, რისთვის? და ჩემი პასუხი მიიღეს და იმის მერე გადმომცეს და ამის შემდეგ გამეხსნა და მაგ უკვე ცოცხალი ურთიერთობა. და ინსტრუქცია კი უნდა იცოდე მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა მომენტია. შენ მასთან უნდა საუბრობდე, ის უნდა გელაპარაკებოდეს, გინდა რუნა და გინდა ტარო. მოკლედ
აი ესეთი ამბებია ჩემო კარგებო, გამიგრძელდა საუბარი, თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, მომწერეთ და გამიხარდება. აბა თქვენ იცით, წარმატებები.